ცვალებადი ეკონომიკური გარემოს მიუხედავად ამერიკელები დასვენებისათვის მზად არიან, თუმცა მათთვის ცნობილია, რომ წლევანდელი საზაფხულო შვებულება მათ გასულ წელთან შედარებით გაცილებით ძვირი დაუჯდებათ. საწვავზე მომატებული ფასები, გაზრდილი მგზავრობის ღირებულება ამერიკელებს გარკვეულ წინდახედულობას მატებს საკუთარი საბანკო ანგარიშების მართვისას. ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ზაფხულის ცხელი მზისგან თავის დაღწევის მიზნით დასასვენებლად წასვლა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ ისინი მომატებულ ფასებს საჰაერო, სარკინიგზო თუ სახმელეთო ტრანსპორტზე დამაბრკოლებელ გარემოებად არ თვლიან. გამოკითხული 10 ამერიკელიდან 6 უკვე საზაფხულო შვებულება დაგეგმილი აქვს. თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტით მათი მგზავრობა გაცილებით ძვირი დაჯდება. ტურისტული სააგენტოს Carol Travel-ის დამფუძნებელს და ამავე დროს მენეჯერს სტუარტ Carroll-ს თავისი კლიენტებისათვის მოგზაურობის დაგეგმვისა და საუკეთესო ტურისტული ადგილების შერჩევის საკითხში დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა ქვეყანაში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა უარყოფითი როლი მის საქმიანობასაც დაატყო. ამ ბიზნესში 23 წელი ვარ, ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა ტურისტულ ბიზნესზეც უარყოფითი ასახვა პოვა. შემცირდა კლიენტების რაოდენობა, საგრძნობლად დაეცა ფასებიც. შარშანდელი მონაცემების მიხედვით კი სიტუაცია გამოსწორდა და ფასებმაც საკმაოდ მოიმატა, განსაკუთრებით მეგაქალაქებში. კარიბის კუნძულები, ლას-ვეგასი, ნიუ-იორკი თუ ევროპის სახელმწიფოები ამერიკელ დამსვენებლებში კვლავ პოპულარობით სარგებლობს. ჩემს კლიენტებს დასავლეთ ევროპა იზიდავთ. უფრო მეტად იტალია, ახლა კარიბის კუნძულებზეცაა მოთხოვნა. ნიუ-იორკი, ფლორიდა და ლას-ვეგასიც პოპულარულია, თუმცა კონსულტანტთა ერთმა ჯგუფმა საქართველოში გამგზავრებაც მოგთხოვა. იქიდან ისინი ბათუმში წავიდნენ. ბათუმი ულამაზესი მხარეა და საქართველოს მაიამია. Which I hear is just lovely. It's like the Miami of Georgia. უბური სიგარა, ბრაზილიური კარნავალი თუ მექსიკური ტეკილა საზაფხულო შვებულების ძირითადი ატრიბუტებია. ზოგიერთი ამერიკელი ტურისტი თავის სამოგზაურო ადგილს პოლიტიკური ნიშნით განსაზღვრავს. რატომ ჩამოვედი ვაშინგტონში? ჯერ ერთი რომ პოლიტიკა მაინტერესებს, მხარს უჭერ რესპუბლიკელებს, მომწონს აქაურობა. პატარა ჩარლი კი არც პოლიტიკას და არც ფულს აქცევს ყურადღებას და მისთვის დედაქალაქში სტუმრობა დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს. მე მომწონს ვაშინგტონი, განსაკუთრებით მატარებელში იყო კარგი. მუზეუმებიც ძალიან მომწონს. ამ ყველაფრის ფონზე კი ძალაუნებურად გვახსენდება, რომ რაც უფრო გრძელია საზაფხულო არდადეგები, მით უფრო რთულია ჩვეულო ტყმში ჩადგომა. მიუხედავად ამისა, ერთი გზის ბილეთს ვიყიდით თუ ორი გზის, დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე ყველა პრობლემა წამიერად გვავიწყდება და განცხრომის ზღვაში უსაცრულო თავდავიწყებას ვეძლევით. რუსუდან წერეთელი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.